შინაგან საქმეთა მინისტრმა და CSKO-ს თავმჯდომარემ 4 ოქტომბრის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების განმარტებით მემორანდუმი ითვალისწინებს საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისთვის დამატებითი ფორმებისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრას. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და CSKO-ს წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. თანამშრომლობის მემორანდუმი ყოველი არჩევნების წინ ფორმდება. 3 სექტემბერს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადრეული დაავადებების გამოვლენის მიზნით ზესტაფონში კლინიკა ჯეოჰოსპიტალსის მიმდებარედ სკრინინგი ჩატარდება. მსურველებს საშუალება ექნებათ გაიგონ თავიანთი ჯანმრთელობის სტატუსის შესახებ. მოქალაქეებს, რომლებიც პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ, კვლევების ჩატარება არაერთი მიმართულებით შეეძლებათ. დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. და ამ პროგრამის ფარგლებში ზრუნავს ჩვენ სახელმწიფო მისთვის, რომ ხელმისაწვდომობა გაიზარდოს ადრეული დაავადებების გამოკვლევის კუთხით. კიბოს სკრინინგის პროგრამა უკვე კარგი ხანია მუშაობს, მით უმეტეს ჩვენს მუნიციპალიტეტში საკმაოდ ინტენსიურად ხდება გამოკვლევა ჩვენი მოსახლეობის და იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც უკვე ხელმისაწვდომობა ნაკლებია მამოგრაფიაზე, ხშირ შემთხვევაში ეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები და მამოგრაფები ჩამოდის ადგილზე. სხვა შემთხვევაში პროგრამას გარკვეული კომპონენტების ფარგლებში ახორციელებს ჯეოჰოსპიტალსის ამბულატორიული ცენტრი, საშუალო სტელის სკრინინგის ფარგლებში ისინი ჩართულები იქნებიან ხვალ აი ამ პროგრამით და თავის დაზღვეულებს ასევე გაუკეთებენ სისხლის შაქრის გამოკვლევას და ჰიპერტენზიის კვლევას. დაორგანიზდა 3 სექტემბერს ღონისძიება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და ჩვენ ველოდებით თბილისის ბრიგადას, იმიტომ რომ მიზნობრივ პოპულაციაში, კერძოდ ზესტაფონის პოპულაციაში მოხდეს გამოკვლევა, ადრეული გამოკვლევა ამ კიბოსთან მიმართებით და კვლევა ჩატარდება ძუძუს კიბოზით, ასევე საშუალო სტელის სკრინინგი. ასევე იქნება C ჰეპატიტის, B ჰეპატიტის და HIV-ის კვლევა იგივე შიცის. B ჰეპატიტის კვლევა ეს ახალი კომპონენტია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის და აქ უკვე შეზღუდვა არ არის, თუ მსურველები იქნებიან. ჩართულია მერია მთლიანად დაავადებათა კონტროლით მიმართა თხოვნით და რა თქმა უნდა ისინი ჩართებიან იმაში, რომ ტრანსპორტირება შეძლონ ადამიანების და მიეხმარონ, რომელთაც ამ შემთხვევაში სოფლიდან გაუჭირდება ჩამოსვლა და მერია უზრუნველყოფს გარკვეული საკითხებში მათ დახმარებას. ჩვენ ველოდებით ჩვენს მოქალაქეებს და მოუწოდოთ თავის ჯანმრთელობისთვის აქტიურები იყვნენ ხვალინდელ აქციაში. 3 სექტემბერს ზესტაფონში ჩამოდის ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის მობილური ჯგუფები, სადაც ამ კომპონენტთან ერთად მოხდება სხვა ესე იგი სახელმწიფო სერვისით გათვალისწინებული კომპონენტების ხორციელებაც, როგორიც არის B ჰეპატიტის, C ჰეპატიტის სკრინინგი, HIV-ის სკრინინგი და ამასთან ერთად მოხდება სხვა ლაბორატორიული კვლევაც, როგორც არის სისხლში გლუკოზის შემცველობის გაზრდა და ქოლესტერინის გაზრდა. ასევე მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიზრდონ შეიმოწმონ არტერიული წნევა. მდიდარი წლის განმავლობაში ამ სკრინინგით კიბოს სკრინინგის ფარგლებში იქნა დატესტილი 1026 პირი და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდა 1296 პირს. და ეხლა რაც ხვალინდელ აქციაზეა დაგეგმილი არის ძირითადად ძუძუს კიბოს გამოკვლევა და მიზნობრივ კონტინგენტს, რომელიც არის 40 და 70 წლიანი ასაკის ქალბატონები, თხოვთ რომ მობრძანდნენ და ჩაიტარონ ადრეული გამოვლენა ამ ვერაგი დაავადების. ჩინეთის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის მასპინძელია, რომელიც 31 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ქალაქ ტიანძინში მიმდინარეობს და მას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურები ესწრებიან, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის. ორგანიზაციის პარტნიორი 15-მდე ქვეყანაა, მათ შორის სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. ისტორიკოს შალვა თავაძისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მოლოდინები იმ ცვლილებებზე, რაც შეიძლება მსოფლიოში არაერთი მიმართულებით მოხდეს, მათ შორის გლობალური ექსპორტის ბაზარზეც.
ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი იყო, რომელმაც ბევრ რამეს ნათელი უნდა მოფინოს თანამედროვე მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ყველა დეტალი ჩვენთვის დღეს უცნობია, თუმცა რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა. ხო, აი რამდენიმე მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას, უპირველესად ის რომ რადაც მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, ერთ სამიტზე რამდენიმე ისეთი სახელმწიფოს მეთაურობა მოიყარა თავი, რომელიც ამდღარ მტრულად იყვნენ ერთმანეთთან გაწყობილი. რამდენიმე მაგალითს რო დავასახელო, თქვათ, ჩინეთისა და ინდოეთის, ან და პაკისტანისა და ინდოეთისა და ასე შემდეგ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კარგად გაიაზრეს ის ცვლილებები, რომელიც უახლოეს მომავალში მოხდება მსოფლიოში, განსაკუთრებით ამ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად და ასევე ის ცვლილებები, რომელიც მოხდება გლობალურ ექსპორტის ბაზარზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ და აი ამ გადაწყვეტილებებმა შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს ის სატარიფო ომი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოშია, მას შემდეგ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა ტრამპი. რა მაქვს ხედველობაში? უპირველესად ის, რომ ჰანგარიის და შეშფოთდა გარკვეულწილად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯერ ის ანგარიში უწევს იმას, რომ ჩინეთის ექსპორტმა გლობალურ ბაზარზე გადააჭარბა $3.5 ტრილიონ. და მეორეც სამიტის გადაწყვეტილება, თუ შეიძლება ასე ითქვას, კალამი არ შეშრობია, როდესაც ტრამპმა ტარიფები აუწია ინდოეთს. აი ესეც საინტერესო დეტალია ძალიან, რადგან ინდოეთის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრად აღემატება თვითონ ამერიკიდან ექსპორტს ინდოეთში. რა თქმა უნდა, ეს ამერიკის საფინანსო მდგომარეობისათვის არ არის მისაღები და ამიტომ 50%-ზე აწია. 25 იყო, 50-ზე აწია. ეხლა რამდენად წაადგება მოკლე ვადაში ეს ამერიკის ეკონომიკას ცოტა ძნელია, უფრო გრძელვადიან პერსპექტივა შეიძლება იყოს საუბარი. მაგრამ ეხლა დავტოვოთ ინდოეთი და ამერიკა ისინი თვითონ მოუვლიან თავის პრობლემას, მე მაინტერესებს ჩვენ როგორ ხედავთ და სად არის ჩვენი ადგილი ამ შემთხვევაში. სამწუხაროდ მე ვერ ვნახე ვერც პოლიტიკური, ვერც ეკონომიკური მიმოხილველი ისეთი, რომელიც გადახედავდა იმ მდგომარეობას, რაც ამ ტარიფებთან დაკავშირებით არის საქართველოში. არადა ექსპორტ-იმპორტის ბალანსი რა მდგომარეობაშია ჩვენთან, ამის შესახებ არავინ არ საუბრობს. ამ სამიტიდან გამომდინარე, მე მგონი კიდევ უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს საქართველოში სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მე ვერ ვნახე ვერც პოლიტიკური წრეებიდან, ვერც ეკონომიკური წრეებიდან ანალიზი აღნიშნულთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რამდენად სწორად მიმდინარეობს იმპორტ-ექსპორტის ბალანსი და დაცული ეს ბალანსი საქართველოში, ჩემთვის უცნობია. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. არადა თუ უნდა ჩვენი მრეწველობა სოფლის მეურნეობის ფეხზე უნდა დადგეს, სწორედ ეს სატარიფო პოლიტიკის სწორად განსაზღვრა იქნება სტიმულის მიმცემი ჩვენი ეკონომიკური გაძლიერების.